ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ანალოგურ და ციფრულ სიგნალებზე. რაღაც რაც არის ანალოგური, შეიძლება იყოს ნებისმიერი მნიშვნელობის მქონე მოცემულ დიაპაზონში და ციფრული არის რაღაც, რაც დისკრეტული, ანუ განცალკევებული დონეებით არის წარმოდგენილი, ანუ მხოლოდ რაღაც მნიშვნელობების მიღება შეუძლია. ამ ორი იდეის გასარჩევად მოდი ვისაუბროთ საათებზე. ანალოგურ საათს აქვს ციფრები ციფერბლატზე და ისრები. და რადგან ამ ისრების მოძრაობა უწყვეტია, მათ შეუძლიათ რომ შეუფერხებლად იმოძრავონ წრეზე და წარმოადგინონ დროის უსასრულოდ ბევრი რაოდენობიდან ნებისმიერი მომენტი. მაგალითად, რამე მომენტი 4-6 წუთს და 4-7 წუთს შორის. ეს ასე არის იმიტომ, რომ წუთების ისარი რეალურად იქნება ამ ნიშნულებს შორის რომელიმე წერტილში და აჩვენებს დროის რაღაც მომენტს, რომელიც ძალიან ბევრი შესაძლო ვარიანტიდან ერთ-ერთია და რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება ყოველ მომენტში რაღაც სხვა დროს აჩვენებს. შევადაროთ ეს ციფრულ საათს. ციფრული საათი გაჩვენებთ მხოლოდ 3 საათსა და 6 წუთს, ანუ 4-6 წუთს, ან 3 საათსა და 7 წუთს. არასდროს არ გამოჩნდება ციფრულ საათზე დროის ამ ორ მომენტს შორის არსებული რამე მომენტი. რა თქმა უნდა, უფრო ზუსტი ციფრული საათებიც არსებობს, ზოგი მაგალითად აჩვენებს წამებსაც, ზოგი წამის მეასედებსაც, მაგრამ სულაც რომ აჩვენებდეს წამის მეასედებს, ეგ მაინც ნიშნავს, რომ ერთ მეასედსა და მეორე მეასედს შორის რა დროცაა, მაგას ვერ აჩვენებს. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ ჩვეულებრივი კედლის საათი, რომელსაც ისრები აქვს, მეასედების სიზუსტით აჩვენებს დროს ისე, რომ ჩვენ გავარჩიოთ. ჩვენთვის ალბათ ძალიან ბევრნაირი მომენტი ერთი და იგივენაირად გამოიყურება საათზე, მაგრამ თვითონ ის არის რეალობა, რომ რადგან ეგ საათის ისარი მოძრაობს უწყვეტად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ რაღაც სიზუსტით შეგვიძლია გავარჩიოთ სად არის, ყველა მნიშვნელობას გაივლის. და ციფრული ტექნოლოგია იღებს მხოლოდ გარკვეულ დისკრეტულ მნიშვნელობებს და აქვს ამ მნიშვნელობების სასრული რაოდენობა. ამგვარად, ანალოგური ტალღა ან სიგნალი შეუფერხებლად გაივლის თავის უსასრულოდ ბევრ შესაძლო მნიშვნელობას, მაშინ, როცა ციფრული ტალღა ან სიგნალი მხოლოდ რაღაც დისკრეტულ მნიშვნელობებს მიიღებს. ამიტომ ტალღის ფორმა ექნება უფრო კვადრატული ან საფეხურისებრი. მოდი განვიხილოთ მაგალითი, რომ ეს უფრო გასაგები გახდეს. მუსიკაზე ვისაუბროთ მოდი და კერძოდ ვისაუბროთ ბგერაზე. ბგერა არის ანალოგური სიგნალი ან ტალღა. თუ შევხედავთ ბგერის გრაფიკს, ხმის სიძლიერეს დროის მიხედვით, დავინახავთ, რომ მას აქვს გლუვი, უწყვეტი ანალოგური ტალღის ფორმა. მისი ამპლიტუდა, ანუ ხმის სიძლიერე და ასევე მისი სიხშირე, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ ტონალობად, იცვლება უწყვეტად უსასრულო შესაძლო მნიშვნელობებს შორის. ეს ხდება იმიტომ, რომ ბგერითი ტალღები, ნაწილაკების ვიბრაცია, რომელიც ჰაერში ვრცელდება, რეალურად იცვლება უწყვეტად. ხმის ჩაწერის პირველი ტექნოლოგია ამ ანალოგურ ტალღას აღბეჭდავდა პირდაპირ მასალაზე. მაგალითად, ფირფიტების შემთხვევაში ამ ბგერითი ტალღის აღბეჭდვა ხდებოდა ვინილზე, ხოლო კასეტების შემთხვევაში ფირზე. ამ ტექნოლოგიის მთავარი ნაკლი არის ის, რომ თუ გვინდა ზუსტად ისე დაუკრას, როგორც ჩაიწერა, მაშინ ტალღის ფორმა უნდა დარჩეს ხელუხლებელი. ამიტომ არის, რომ არ უნდა გაკაწრო ფირფიტა, იმიტომ რომ ვეღარ დაუკრავს ისე კარგად იმ მუსიკას, რაც ჩაწერილი არის მასზე. შემდეგ ტექნოლოგია განვითარდა და ბგერითი ტალღები გაციფრულდა. მოდი ვნახოთ, როგორ მოხდა ეს. ავიღოთ ისევ ჩვენი ანალოგური ბგერითი ტალღა. გვაქვს გლუვი ანალოგური ტალღა, რომელიც იღებს უსასრულო რაოდენობის შესაძლო მნიშვნელობებიდან ნებისმიერს. ამ ტალღის გასაციფრულებლად ჩვენ უნდა მივანიჭოთ რიცხვები ამპლიტუდას სხვადასხვა წერტილში. აი ნახეთ როგორ ხდება ეს. შევქმნით შკალას და ამპლიტუდებს უყოფთ დისკრეტულ მნიშვნელობებად. შემდეგ შეგვიძლია გავიაროთ მთლიანი ტალღა, გავზომოთ კონკრეტულ წერტილებში რა არის ამპლიტუდა ამ შკალაზე, შემდეგ უნდა გავიაროთ ეს ტალღა და ვნახოთ კონკრეტულ წერტილებში რა არის ამპლიტუდის მნიშვნელობა ამ შკალის მიხედვით. მაგალითად, პირველი პიკი შკალაზე არის 1, მეორე შეესაბამება 2-ს და ასე შემდეგ. ახლა, როცა ეს ტალღა ასე გვაქვს დაყოფილი, შეგვიძლია მივანიჭოთ რიცხვები და ამ ანალოგურ ტალღას ფაქტობრივად ვაქცევთ რიცხვების სერიად. ანუ გვექნება 1, 2, 1, 3, 2, 4, 1. ანუ ჩვენი ტალღა გაციფრულდა. ახლა ეს გაციფრულებული ტალღა შეიძლება დინამიკის საშუალებით აღდგეს და ხელახლა შეიქმნას ანალოგური ტალღა. თუ სემპლინგი, ანუ მონაცემების აღება ხდება საკმარისად მაღალი სიხშირით, ადამიანები განსხვავებას ვერ ამჩნევენ. ესე იგი, ტალღების გაციფრულება ნიშნავს ტალღის ზოგიერთი მექანიკური თვისებისთვის კონკრეტული რიცხვების მინიჭებას. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, რომ ტალღა თუ გაციფრულებულია, მაშინ შეგიძლია საიმედოდ შეინახო ეს ინფორმაცია. ასევე შეგიძლია დაამუშაო კომპიუტერის საშუალებით. მართალია, გარდაქმნისას გარკვეული ინფორმაცია იკარგება, მაგრამ მას შემდეგ რაც ტალღა გაციფრულებულია, მისი ხარისხი აღარ გაუარესდება. იმიტომ რომ ტალღა წარმოდგენილია რიცხვებით და არა ფიზიკურად აღბეჭდილი რაიმე მასალაზე. ამიტომ არის, რომ ადამიანები უპირატესობას ვანიჭებთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ვთქვათ, ბგერა, შევინახოთ ციფრულად.
მით უმეტეს, რომ ძალიან დიდი სიზუსტით ინახება რაც დრო გადის და უფრო ახლოს არის ორიგინალი ანალოგური ტალღის ხარისხთან. და არსებობს კიდეც გზები, რომ ანალოგური ტალღა, რომელიც უსასრულოდ ბევრ მნიშვნელობას იღებს, აქციო ციფრულად. და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ამ ინფორმაციის სანდოდ შენახვა შეგვიძლია.